დღეს რაღაც ნაცრისფერი დილა მაქვს. არ ვიცი რატომ აქვს ხოლმე ესეთი უღიმღამო დღის დასაწყისები, აი ხო არის ბევრს რომ იმუშავებ და მე აღარაფერი რომ არ გინდა, ამიტომ საკუთარ თავთან ბრძოლაში ვარ და ნახეთ რას ვაკეთებ ხა არ გაგეცემა. გოგრას ვხარშავ ჩემი პაპისთვის. სხვათა შორის ძალიან მიყვარს პაპაში. ეს ახლა ძალიან ბევრია, რასაც ვხარშავ. ხო, აქ ახალი მეგობარია მომივიდა თან. არა უშავს, ხდება ხოლმე. გაჩვენებთ ახლა სულ რო ცინის დედაჩემი, ჩემი კატო რომელია, ოღონდ ყოველდღე არ შეიძლება, დღე გამოშვებით. გონი მოიხარშა, რამდენს ვხარშავ თან. ეს არ გამიფუჭდეს, ეხლა ამას დედაჩემი უყურებს და დამირეკავს და შენიშნას მომცემს. თქვენც ხო ეგრე ხართ? არა, მოიხარშა, უნდა გამოვრთო. აი ესეთია გოგოებო, ნახეთ და მე შეცდომაში შემყავდით, თურმე არ უნდა ხარშვა. აი კონკრეტულად ამ შრიას და ამ კატოს უნდა აადუღო რძე და ცხელი რძე დაასხა და სულ ეს არის. ეხლა შემდეგი პროცედურები. ეს არის სეზამის მარცვლები. აი როცა საჭმელს აკეთებ, უნდა გააკეთოს საჭმელი და არ უნდა გადაიღო. გადმოვიდა რძე, არა უშავს, მოწმინდა. აი, რაღაცნაირი დღე რო გაქვს, ყველაფერი ეგრე მიდის. დავასხათ. კი ბატონო გვეყო. ეხლა ნახეთ რას გავაკეთებ, ერთმა ჭკვიანმა ქალმა მასწავლა. ჩიასო დაასხი წყალი და მაძივარში შეთქიო და უფრო სასარგებლო გახდება და გაღვივდებაო და ჩია მაქვს ესეთი, ნახეთ. ეხლა იმდენ რამეს უზავ ამას, რომ გახდება სუპერ სასარგებლო. მერე მოურიოთ. გოგრის თესლი. ყოველ დღეს ვაკეთებ. მართლა. და გოჯიბერი. ეს ცოტა აცურა დავამატოთ. თავარი დაგვრჩა. აი როგორ არ გავიცინო ხალხო.